ქრისტეს გარეშე ყველა ადამიანი თუ ჩვენში ღმერთი არ არის ეგოისტი. და ეგოის არ აქვს პასუხისმგებლობა. ეგოის არ შეუძლია სიყვარული. ეგოისტ სიყვარული გონია ის რაც მას სიამოვნებს. მე თუ სიამოვნებს, მე მიყვარს წყალი, იმიტომ რომ სიამოვნებს. მიყვარს ადამიანი, იმიტომ რომ სიამოვნებს მასთან ყოფნა. და ქრისტიანობა სულ სხვა განმარტებას იძლევა სიყვარულისა. სიყვარული არის არა ის, რაც სიამოვნებს, არამედ თავსო წირა იმისთვის, ვინც გიყვარს და სწორედ ეგ სიამოვნებს. თავგანწირვა სიამოვნებს. ნუ რა ვიცი ხა ეს სიცოცხლის საწყისში ადამიანი რო იბადება, როგორ იბადება? ადვილია ქალისათვის 9 თვე მუცლით ბავშვის ტარება, ტოქსიკოზის გადატანა, მშობიარობის საშინელი ტკივილები, მერე ძუძუს წოვება, მერე 1000 უძილო ღამეები. და თუ ადამიანს ფსიქიკად არღული არ აქვს და დედობრივი ინსტინქტი შენარჩუნებულია, მას ეს ტანჯვა სიამოვნებს, იმიტომ რომ ეს არის სიყვარული. ეს არის. მაქსიმე აღსარებელი ამბობდა, როდის მე-7 საუკუნეში იყო, ხო მაქსიმე? სიყვარული უპირველეს ყოვლისა გრძნობა კი არ არის, ეს არის ნებელობითი აქტი. და იქ სადაც მარტო გრძნობა და ემოციაა სიყვარული, ის ტყუილია იცოდეთ. და პატრიარქი ამას გვასწავლიდა, ქმედითი სიყვარული, მოყვასისა, სამშობლოსი და ღმერთის.